ჩინეთის პოლიციამ ნახევარი წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი გატაცებული ბავშვი იპოვა, რომელთა გაყიდვასაც გამტაცებლები აპირებდნენ. მათი ნაწილი უკვე სახლშია დაბრუნებული, თუმცა ამ მიმართებით სამართალდამცავთა საქმიანობა გრძელდება. ყოველწლიურად ჩინეთში ასობით ბავშვი იკარგება, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემებით ეს ციფრი 1000-ებს აღემატება. დანაშაულებრივი დაჯგუფებები ბავშვებს იტაცებენ, რათა შემდეგ უშვილო წყვილებს მიჰყიდონ. პატრიარქალურ ჩინურ საზოგადოებაში განსაკუთრებულად ფასობენ ბიჭები, რომელთა ღირებულება $6000 აღწევს, მაშინ როდესაც გოგონებს $500-ადაც ყიდიან. არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ბავშვებს სექსუალურ მონობაშიც ამყოფებენ, ან აიძულებენ შეასრულონ მძიმე სამუშაოები. დაკარგული ბავშვების მშობლები მეტწილად გლეხები ან ღარიბი ფენის წარმომადგენლები არიან. 6 თვის წინ ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის აქტიურად ჩაერთვება ადამიანის ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმისათვის, რათა გაადვილდეს გატაცებული ბავშვების პოვნა, ქვეყანაში შეიქმნა DNM-ის ნაციონალური ბაზა.